მოგესალმებით, ეთერშია კავკასიის საინფორმაციო გამოშვება დღის ახალ ამბებს თამარ ტოგონიძე გაგაცნოთ. სასჯელი ოჯახური ძალადობისთვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პირს 17 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. უფლებადამცველი ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ ოჯახური ძალადობის ამ კონკრეტულ საქმეზე გამოტანილი სასჯელი პოტენციურ მოძალადეებზე შემაკავებელ ეფექტს იქონიებს. ნახეთ, გახმაურებული მკვლელობის მცდელობა გასულ წელს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და შედეგი, რომელიც დამნაშავისთვის დადგა. 17 წლიანი პატიმრობა პირს, რომელმაც ყოფილ მეუღლეს ეჭვიანობის ნიადაგზე განსაკუთრებული სისასტიკით ხვლით, ყურისა და თითის ნაწილები მოაჭრა, გადაუჭრა მუხლი, ჩამოტრია კოჭის ძვალი და თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. შემთხვევა გასული წლის 22 აპრილს ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოხდა. საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ფრიდონ არჩვაძე განზრახ მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მომავალში მაგალითი იქნება იმის, რომ ოჯახური ძალადობა დაუსჯელი არ დარჩება. არჩილ თალაკვაძის მტკიცებით უწყება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს. ეს გადაწყვეტილება იყო ერთის მხრივ პროკურატურის და გამოძიების კარგი მუშაობის შედეგი. თქვენ ნახეთ, რომ გამოძიებას ჰქონდა ძალიან მკაცრი სასჯელი მოთხოვნილი, რასაც ასევე დაეთანხმა მოსამართლე. ეს იქნება მაგალითი იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ ოჯახში კონფლიქტების გადაჭრა უნდა მოხდეს ძალადობის გზით. სათანადო სასჯელი ასე აფასებენ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულისათვის 17 წლიან პატიმრობის შეფარდებას. მესამე სექტორი ამბობს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პოტენციურ მოძალადეებზე შემაკავებელ ეფექტს იქონიებს. გარკვეული შემაკავებელი ეფექტი ალბათ ამ განაჩენს ექნება სხვა პოტენციურ მოძალადეებზე, იმიტომ რომ ისინი დაინახავენ, რომ ძალადობა არ რჩება სახელმწიფოს მხრიდან დაუსჯელი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მსხვერპლებისთვის და პოტენციური მსხვერპლებისთვის, იმიტომ რომ ისინიც დაინახავენ, რომ მათ მიმართ ძალადობა არ იქნება მოთმენილი და რომ მათ კანონი რეალურად იცავს. როდესაც სანქცია არის ასეთი მკაცრი, ეს არის უკვე ძალიან მკაფიო გზავნილი ხელისუფლების და მოსახლეობისადმი, რომ ის არ მოითმენს მსგავს ძალადობას და იქნება მკაცრი და ადეკვატური. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამას ესეთ შემთხვევების სხვებიც იქნება, ვინაიდან სამწუხაროდ ძალადობა ძალიან გავრცელებულია ჩვენ ქვეყანაში და ამას აუცილებლად უნდა ქონდეს შემაკავებელი ეფექტი საზოგადოებაზე. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში კამპანია დაიწყო, ტრენინგები ჩაუტარდათ სამართალდამცავებსაც. პარლამენტმა კი 13 კანონში ცვლილება შეიტანა. პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ამბობს, რომ პრევენციული ღონისძიებების მიზნით საზოგადოებამ ქალთა თანასწორობის პრობლემები უნდა გააცნობიეროს. თუ ქალთა თანასწორობის პრობლემები იქნება გაცნობიერებული საზოგადოების მიმართ, ასეთ შემთხვევაში უფრო ძნელია ძალადობის განხორციელება ქალის მიმართ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა დღეს მე ვფიქრობ პოლიტიკური წრეების მიმართ. ქალთა მიმართ დახშირებული ძალადობის ფაქტების გამო საქართველოს პრეზიდენტმა 2020 წელი ქალთა წლად გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აქტიური კამპანია დაიწყო, ჯერჯერობით უცნობია ზუსტი სტატისტიკა, რამდენი ქალი გახდა ძალადობის მსხვერპლი 2014 წელს. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ ძალადობა გასულ წელს დაახლოებით 28 ქალზე განხორციელდა, რომელსაც საბოლოოდ სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.